მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ნაცვალსახელებზე. საერთოდ რა არის ნაცვალსახელი? ნაცვალსახელი გამოიყენება არსებითი სახელის ნაცვლად. გვაქვს პირის ნაცვალსახელები, კუთვნილებითი ნაცვალსახელები, ჩვენებითი ნაცვალსახელები, მიმართებითი ნაცვალსახელები, ემფათიკური ნაცვალსახელები, კითხვითი ნაცვალსახელები და ასე შემდეგ. მოდი ვილაპარაკოთ დღეს პირის ნაცვალსახელებზე. პირის ნაცვალსახელები გამოიყენება პიროვნებათა სახელების ნაცვლად. პირის ნაცვალსახელებს აქვს ორი ბრუნვა, აქვს სახელობითი და ობიექტური ბრუნვა, აქვს სქესი და ორი რიცხვი. მოდი დღეს დავიწყოთ პირის ნაცვალსახელების სახელობით ბრუნვაში. აი მაგალითად, როგორც ვთქვით, აქვს ორი ბრუნვა, ხო? მხოლობითი რიცხვი და მრავლობითი რიცხვი. აქვს პირი, პირველი პირი, მეორე პირი და მესამე პირი. აქვს როგორც მხოლობით რიცხვს, ასევე მრავლობისაც აქვს პირველი პირი, მეორე პირი და მესამე პირი. მაგალითად დავიწყოთ I, მე, პირველი პირი, you, შენ, მეორე პირი, he is მამრობითი, ვთქვით რომ აქვს სქესი, ესე იგი მამრობითი სქესი, she is მდედრობითი სქესი, it is საშუალო სქესი. ეს არის მხოლობითი რიცხვის მესამე პირი. we არის ჩვენ, პირველი პირი, you, თქვენ, მეორე პირი, they, ისინი, მესამე პირი, მრავლობითი რიცხვის. აი მაგალითად I'm a student. მე ვარ სტუდენტი. გამოვიყენეთ ჩვეულებრივად. მაგრამ ახლა ვისაუბროთ პირის ნაცვალსახელები ობიექტურ ბრუნვაში. me, მე, you, შენ, him, მას, მამრობითი სქესი, her, მას, მდედრობითი სქესი, it, მას, საშუალო სქესი. as, ეს მხოლობით რიცხვში, as, ჩვენ, you, თქვენ, them, მათ. პირველი პირი, მეორე პირი და მესამე პირი მრავლობით რიცხვში. სად გამოიყენება ობიექტურ ბრუნვაში მდგარი ნაცვალსახელები? ობიექტურ ბრუნვაში მდგარი ნაცვალსახელები გამოიყენება წინდებულების და ზმნის შემდეგ. აი მაგალითად I made a cake for him. ნამცხვარი გამოვუცხვე. For არის წინდებული და მაგის შემდეგ გამოვიყენეთ him. ობიექტურ ბრუნვაში მდგარი მესამე პირის ნაცვალსახელი მამრობით სქესში და არა he. გამოვიყენეთ him, რადგან for არის წინდებული. I gave her an interesting book. საინტერესო წიგნი მივეცი. აქ არის gave ზმნა და ზმნის შემდეგ ისევ გამოვიყენეთ ობიექტურ ბრუნვაში მდგარი ნაცვალსახელი, ხო? her. მესამე პირი მდედრობითი სქესის. ხოლო it საშუალო სქესი გამოიყენება საგნებთან, ცხოველებთან, ასევე ბავშვებთან, რომელთა სქესი არ ვიცით და ჩვეულებრივად წინადადებებში. It's 8 o'clock, 8 საათია, it's cold, ცივა, it's raining, წვიმს და ასე შემდეგ. სულ ეს იყო ჩვენი პირის ნაცვალსახელები სახელობით ბრუნვაში და ობიექტურ ბრუნვაში.